ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული საქმის ბრალდებული არასრულწლოვანი რუსთავის სასამართლომ დღესაც პატიმრობაში დატოვა. მოსამართლედ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომ სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის მხრიდან არსებობდა გარკვეული დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ასევე მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეები. სწორედ აქედან გამომდინარე ჩათვალა საჭიროდ პროკურორმა, რომ არასრულწლოვანი ბავშვი, რომელსაც აქვს მძიმე ფსიქოლოგიური ფონი და ასევე ექსპერტიზის პასუხის თანახმად დანაშაულის ჩადენის დროს ის იყო შეზღუდულად შერაცხადი, დაეტოვებინათ პატიმრობაში. დღეს გახდა ცნობილი სწორედ ერთ-ერთი დასკვნა ექსპერტიზის, სადაც პირდაპირ წერია, რომ არასრულწლოვანი მოზარდი 16 წლის ბიჭი დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდულად შერაცხადი იყო. ამას ამბობს და ამტკიცებს მისი ადვოკატიც. დღესაც სასამართლო პროცესზე ადვოკატი აპელირებდა იმაზე, რომ 16 წლის ბიჭი, რომელიც სამგზის გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, პრაქტიკულად შეურაცხადი იყო. ის ვერ აცნობიერებდა იმას, რომ მან 50 წლის მამაკაცი მოკლა და ამის შესახებ მან მოგვიანებით შეიტყო, თუმცა როგორც თავად მოზარდიც ამტკიცებს, ის გახდა იძულებული, რომ მოეგერიებინა 50 წლის მამაკაცი მისი დამსაქმებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ის ყავდა ჩაკეტილი ბინაში, ის თავს ვერ აღწევდა მას და უკვე მესამე მცდელობის შედეგად სავარაუდოდ შესაძლოა ის გამხდარიყო ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, სწორედ ამიტომ განახორციელა მან ეს დანაშაული. დედა ითხოვს საზოგადოების მხარდაჭერას, ის მიმართავს ასევე სახელმწიფო შესაბამის უწყებებს, რომ მიიღოს ზომები და მისი შვილი გაათავისუფლონ პატიმრობიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის მსხვერპლი და ის არის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, მას მიადგა ტრავმა და მას ჭირდება შველა. მიუმართავს სახელმწიფოს, საზოგადოებას და დედებს. დედებს თქო გვერდში დამიდგნენ. ახლა შველა მე მჭირდება. თქვენი დახმარება მჭირდება. ჩემი არასრულწლოვანი შვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. გაუპატიურების მსხვერპლი გახდა ბავშვი და არის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა და ნაცვლად იმისა, რომ დაიცვანის, მისი ინტერესები იქნას დაცული, ციხეში გამოკეტეს. გთხოვთ დახმარებას. ამ ექსპერტიზის დასკვნებითაც ჩანს, რომ ექსპერტთანაც იგივე წყვება, თვითონ ექსპერტი ადგენს, რომ ბავშვი არის შოკირებული და ბავშვი არის შეზღუდული შერაცხადობის მომენტში აქვს ჩადენილი ესეც. ანუ არასრულწლოვან ბავშვს ეს აუცილებელი მოგერიების პირობებში მოძალადე პედოფილის მიმართ ჩადენილი არის გარკვეულწილად შოკურ მდგომარეობაში და ნაწილობრივ შეურაცხადის სტატუსით. რა იქნება პროკურატურისთვის ის გარემოება, რომლის საფუძველზეც უკვე საბრალდებო უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არასრულწლოვანი გაათავისუფლონ საპატიმროდან და ის უკვე ფიზიკურად დაესწროს ბრალდებული სტატუსით მის სასამართლო პროცესებს. ეს კითხვა დაუსვით ჩვენ ბუნებრივია პროკურორს, რომელმაც გვითხრა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობას, როდესაც გამოიკვლევენ სასამართლო პროცესებზე, ამის შემდგომ მიიღება უკვე გადაწყვეტილება. სავარაუდოდ ბრალდების მხარე ელოდება ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხს, რომელიც პირდაპირ იტყვის და დაადასტურებს იმას, რომ არასრულწლოვანი არის გაუპატიურების მსხვერპლი. ეს არის ერთ-ერთი შემავსებუქებელი და მნიშვნელოვანი გარემოება იმისთვის, რომ მოზარდმა ციხეს თავი დააღწიოს. მანამდე სასამართლო მოისმენს მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ასევე ადასტურებენ არასრულწლოვანი ბიჭის ჩვენებას, რომ ის იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და სწორედ ამიტომ განახორციელა ჩაიდინა ის დანაშაული და გამოასალმა სიცოცხლის 50 წლის კაცი. საქმეში ასევე დევს, როგორც პიროვნებისთვის გახდა ცნობილი, მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრის ჩვენება, რომელიც პრეტენზიას არ აცხადებს, ის ამბობს, რომ არასრულწლოვანი უნდა გათავისუფლდეს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ოჯახის წევრის მხრიდან წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ფაქტი მსგავსი ტიპის ქმედებებს არასრულწლოვანების მიმართ. ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე არ არის, ეს ერთ-ერთ დოკუმენტში არ არის ამ ეტაპზე, რაც წარმოდგენილია ესე დადასტურებული ფორმით. რაც შეეხება პატიმრობის გამოყენების საფუძველს, ამას კონკრეტულ დასკვნასთან დაკავშირებით რაიმე შემხებლობა არ აქვს. არსებობს ფორმალური საფუძვლები, რასაც სასამართლო ეყრდნობა და პატიმრობასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას. თუ კი ექსპერტიზის დასკვნამ, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა, რომ არასრულწლოვანს აქვს ძალადობის კვალი. აღენიშნებოდა, რომ ეს შეისწავლეს ექსპერტებმა მისი სხეული. ამ შემთხვევაში როგორ იქნება პროკურატურის პოზიცია? გეტყვით, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ძალადობის კვალს არ იკვლევს, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადგენს კონკრეტული ადამიანის ბიოლოგიური კვალი არის თუ არა ამა თუ იმ საგანზე, ან ამა თუ იმ ბიოლოგიურ კვალში არის თუ არა სხვისი ბიოლოგიური მასალა.
16 წლის მოზარდის ადვოკატი საგამოძიებო უწყებას თხოვს, რომ დაჩქარებული ტემპით მოიყვანოს მოწმეები სასამართლო პროცესებზე, გამოკითხოს ისინი, რომ ხელი აღარ შეეშალოს უკვე გამოძიებას იმის სათქმელად და მის დასადასტურებლად, რომ მოზარდი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან და ის მოწმეებზე ზეწოლას, ზეგავლენას ვეღარ მოახდენს. შემდეგი სასამართლოს ხდობა ზუსტად 7 დღეში 27 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა, სადაც ასევე ბრალდების მხარეს დაეთმობა დრო, ის გამოკითხავს მოწმეებს და პროკურატურა ელოდება ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხს სამხარაულის ეროვნული ბიუროდან.